აი ახლა მე რიგითი მოქალაქე ვარ, ხო ჩემი აზრი გამოვთქვი, ამაზე არ ამდევნიან. მაგრამ თუ მე აი ესეთ საზოგადოებრივ ისეთ საქმეში პოლიტიკასთან საქმე, ახლა არ გაპატიებენ რავი, მე ესე მგონია. არის თუ არა პოლიტიკური შეხედულებების გამოდევნა ჩვენ ქვეყანაში? არ ვარ პოლიტიკოსი, პოლიტიკაში ან ნეიტრალური ვარ. არის თუ არა პოლიტიკური ნიშნით დევნა ჩვენს ქვეყანაში? რა თქმა უნდა. რა თქმა უნდა, ახლა რაც ხდება ჩემთვის რა ეს არის, ყველა მისთვის ეს ხდება. მოვიდა. ახლა ვიცი, წინააღმდეგი არის, ყველას დევნიან და მეც რო ვიყო, მეც გამდევნიან. მე არავის საქმეში არ ვერევი. ხელისუფლების რა თქმა უნდა. არის თუ არა პოლიტიკური ნიშნით დევნა ჩვენს არა. შეეცა მაიგრო. კი, რა თქმა უნდა, აგერ სახეზე ყავს ძალიან მეორე დაჭერილი დღეს პოლიტიკური დევნილები, რომლებიც უშამათ უსამართლოდ არიან დაკავებულები ქვეყანაში და მე პირველ რიგში მოვითხოვ მაგ პოლიტიკურების გათავისუფლებას. ესენი არიან რეჟიმის ტყვეები და ეს რეჟიმი ძალიან მალე დამთავრდება, იმიტომ რომ სამართალი გაიმარჯვებს. ჩვენ ვიცხოვრობთ ძლიერ ევროპულ და განათლებულ მომავალ სახელმწიფოში, იმიტომ რომ ეს გვჭირდება ისეთი სახელმწიფო, რომელიც ეს მართლა ჩვენის კეთილდღეობისათვის მნიშვნელოვანი არის. უნდა იყოს ჩვენ ქვეყანაში პირველ რიგში კანონის უზენაესობა, სამართლის პრინციპებზე აგებულ ქვეყანაში უნდა ვიცხოვროთ, რაც თავარია და ხალხმა თქვა თავის სიტყვა, ჩვენ ვირჩევთ ახალ არჩევნებს და ახალი არჩევნების გზით მივიდივართ ძლიერ ევროპულ ქვეყანაში.